სახელითა მამისათა და ძისათა და ძმისისა სულისათა ჩვენთან არს მე ყველას გილოცავთ დევანდელ დღეს მეთქმა მრავალწლე გასწრო თქვენ და სულიად საქართველოს ამინ დევანდელ დღეს დანო ზმანო საკითხული იქნა სახარება იმ სასწაულის შესახებ რომელსაც უბრის აღდგინება გვია ნაინელი ქვრივის ერთადერთი ვაჟიშვილისა და ეს სახარება ალბათ შეუძლებელია რომ ადამიანმა წაიკითხოს წარმოედგინოს ეს სცენა ოდნავ მაინც გაიაზროს თუ რა მის შესახებ არის საუბარი და არ შეიძრას სულითა და გულით იმიტომ რომ ჯერ ქვრივის საცოდაობა რა არის რომ დაკვრივდა ადამიანი და ერთადერთი შვილი დარჩა ახლა ის ერთადერთი შვილიც რომ გარდაეცვალა წარმოგიდგენიათ რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო შემაძრწუნებელი სცენა რომელიც შეიძლება ადამიანმა განიცადოს და რომელზედაც შეიძლება რომ მართლაცნებლის მოგერიოს კი არა სულ თვალს იგეძრას და გამოწვევულად რაღაცნაირად გაწუხებდეს ეს საკითხი მაგრამ მე დღეს ცოტა სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ აი ამ სახარებიდან გამომდინარე სახარება რომელიც ჩვენ წავიკითხეთ რა თქმა უნდა ეს ისტორიული რეალობაა არა იმ მნიშვნელობით, არა რაღაცა სიმბოლიკებით, არა გადატანითი მნიშვნელობით, რომლის შესახებაც მე მინდა გითხრათ დღეს. არამედ ეს ის ისტორიული რეალობაა, რომელიც მოხდა მაშინ მაცხოვრის ამქვეყნიური, ესე იგი კაცობრიობის ბუნებაში, როდესაც ასე ცხოვრობდა ის ამქვეყნად და მოხდა ის, რომ მან სულ სამი მიცვალებული აღადგინა, ერთი ეს ნაინელი ქვრივია, მეორე არის ასის თავის უკაცრავად სამლოცველოს ფავრის იაიროსის ქალიშვილი აღადგინა და მესამე ლაზარე აღადგინა მკვდრეთში. ამიტომაც ეს ის ერთ-ერთი სასწაულთაგანია, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ისტორიული რეალობაა და სახარებისეული ქრობაა და როგორ მოხდა ეს ამბავი. ნაინი იყო პატარა ქალაქი. ამ ქალაქიდან და მაშინაც ესე იყო და დღეს უკვე რაღაცა წაშლილია თითქოს ესურები, მაგრამ მაშინ ქალაქი აუცილებლად გამოყოფილი იყო ყველაფრისგან, რაღაცა გარეთ შემოზღუდავდა მას გარკვეული კედელი. ამ კედელთან ისხდნენ ხოლმე მსაჯულები, რომლებიც განშიდნენ ადამიანთა საქმეებს, რომ ქალაქში უკან შემოსაბრუნებელი იყო ეს კაცი თუ არა. თუ არ იყო შემოსაბრუნებელი, უკანვე გააგდებდნენ გარეთ. ამ ქალაქის გარეთვე იყო აუცილებლად ეს განჯა შემთხვევით აღხსენებია დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ მაცხოვარმა დღეს განჯა ჩაატარა და გეტყვით რომ ის და სად. ამ კედელთანვე კედლის გარეთ იყო აუცილებლად სასაფლაო, სადაც მიცვალებულებს გზავნდნენ, იმიტომ რომ ეს არ შეიძლებოდა რომ ქალაქში ყოფილიყო. და ეს პროცესია, რომელიც გამოდის ნაინიდან, გამოდის და ზუსტად იმ ადგილას ხვდებიან იესო ქრისტე, სადაც მსაჯულთა ადგილია. აი აქ ხდება ის სასწაული, რომ შეაჩერებს ამ პროცესიას და ეუბნება ნუტირი ხარ, უგეშინია, ამ ქალს არ უგეშებს, ვერ ეტყვის ამ ხმას, რომ უნდა ადგე და ის წამოდგება გაცოცხლება დაიწყებს საუბარს, სიცოცხლის პირველი ნიშანი ეხება თავის მოწყვლება, არა მხოლოდ ის, რომ თვალსაჩინოს ადამიანი შეიძლება თვალი გაახელოს, მაგრამ ცოცხალი არ იყოს, არამედ მეტყველება, ესე იგი აზროვნებს, ეს არის სიცოცხლის აუცილებელი და პირველი ნიშანი და ამის შემდგომ ის გადასცემს ის თავის დედას და ხალხი აღფრთოვანებული ამბობს, რომ ღმერთმა არ დაგვტოვა და დიდი წინასწარმეტყველი მოგვიყვინა ჩვენ ესეთი ძალები აღესრულა. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს ქალი, აი ესეთი საცოდავი ქალი, რომელიც არის ქვრივი, რომელსაც ერთადერთი შვილი გარდაეცვალა. მაშინდელ დღეს, დღევანდელ დღეს კიდევ უფრო რაღაცნაირად ქალები ახერხებენ იმას, რომ თუნდაც სამსახური ჰქონდეთ, თუნდაც ის, რომ ოჯახები არჩინონ, თუნდაც ის, რომ რაღაცა სამუშაო შეიძლება ვინმე შესთავაზოს. მაშინ ესე არ იყო. ძირითადად ოჯახის მარჩენალი მამაკაცი იყო, იმიტომ რომ მაშინდელი სამუშაო ქალის სამუშაო არ იყო. მაშინ იქ ხუნათესვაში ესე ქალები ვერ ღებულობდნენ მონაწილეობას. ეხლა ეხმარებოდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ და როდესაც ქმარი გარდაეცვალა ხომ უგეშოდ დარჩა და ეხლა ეს ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, საერთოდ ესე იგი უპატრონობისთვის არის გაგზავნილი. ამ სასაფლაოზე რომ მიდის ეხლა ეს ქალი. შეიძლება ფიქრობს კიდეც უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს რა. მისი შვილის გვერდზე უნდა დაწვეს და იქვე უნდა დარჩეს და აღარ ადგეს არასოდეს ის რომ დაბრუნებას აზრი არ აქვს.
იმიტომ რომ ის ვეღარ შეძლებს საერთოდ სიცოცხლის გაგრძელებას პირდაპირ მნიშვნელობითაც კი აღარ ეყოლება მას მარჩენალი, აღარ ეყოლება მას ხელის გამომწვდელი ვიღაცა რომ ხელი შეაშველოს რაღაცაში დაეხმაროს. აი ესეთი გახლავთ ამ საცოდავი ქალის მდგომარეობა. მაგრამ უფრო საცოდავია ადამიანი, რომელსაც ჩვენ თუ ახლა ამ თვალით დავინახავთ ამ ყველაფერს, რის შესახებაც მინდა დღეს გესაუბროთ, უფრო საცოდავია ადამიანი, რომელიც თავის სულს კლავს და ასე მიდის ამ სასაფლაოზე. ამზე მიდის ამ სასაფლაოზე არა ტერიტორიულ ადგილას, არამედ მის შინაგანში მდგომარეობაში არის ასახული ესეთი მომენტი, რომ წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ღვთის სიტყვაზე, როდესაც ადამიანი ამბობს უარს იესო ქრისტეზე, ის სულიერად ხვდება, შეიძლება ითქვას, ქვრივდება. რატომ არის შედარებული ძალიან ხშირად ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, ქორწილთან? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქორწილთან, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს შედარებულია ქორწილთან. პავლე მოციქულიც ამბობს და მე ვიტყვე ქრისტესთვის და ეკლესიისა, ანუ ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობა, ანუ ქრისტესა და ადამიანთა შეკრების, ადამიანთა სულების ურთიერთობა შედარებულია ქორწილთან, იმიტომ რომ მათი შეერთებით ხდება ადამიანის განხორციელება, ადამიანის სიცოცხლეში შესვლა, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამ სიცოცხლის წყაროს თუ კი მოწყდება, ვერ გადარჩება ადამიანი. დარჩება ჯერ პირველ რიგში ქვრივი და ამის შემდგომ შვილიც მოუხდება. ოღონდ სულიერი თვალსაზრისით ვამბობ, ამასაც ვაუბრობ. ანუ ამ ქორწინებიდან თუ შორს დააყენა მან თავი, თუ ღვთის სიტყვას არ შეუერთდა, განკაცებული ღმერთი მან არ აღიარა, ჩათვალეთ, რომ მან მისი ქვრივობა საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი და ქვრივობა განუყუთნა თავის თავს, მარტოობისთვის გასწირა თავისი თავი. ამ მარტოობაში შემოსული რამდენი აზრი შეიძლება იყოს, რომელიც ვერაფრით ვერ დაგეხმარება და ვერ გიწინამძღვრებს ვერაფრით სასופევლისკენ და ეს აზრები იქნება მკვლელი შენი გონებისა, ანუ შენი შვილისა. რაც უნდა შვას ამ ქორწინებამ, შენი და შენი სულის ღმერთთან შეერთებამ, უნდა შვას შენი გონება, უნდა განაახლოს, ახალი ადამიანი უნდა დაიბადოს. სწორედ ამ საკუთარი შვილის მკვლელი ხდები ადამიანი, როდესაც უარყოფ ქრისტეს, როდესაც ამბობ, რომ ის არ გჭირდება, როდესაც ამბობ, რომ მე თვითონ მივხედავ ჩემ ცხოვრებას და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩემთვის ეს სულიერი ქორწინება, არც მისი აღიარება, არც მასთან ერთად თანაცხოვრება, არც მისი მცნებებით ცხოვრება და მისი მცნებებისამებრ სვლა. ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ქვრივად, რომელმაც უარყო ეს ქორწილი და ადამიანი შეიძლება შემდეგ ნაბიჯამდე მივიდეს, რომელსაც ქვია შვილის სიკვდილი, ანუ გონებრივად ის ვერ იქნება ახალი ადამიანი, რომელიც სასופევლისთვის ემზადება. ამიტომაც ამ ქალის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ წავიკითხავთ ამ ისტორიულ სიუჟეტს სახარებიდან და ვიტყვით, რომ როგორი საცოდავია ეს ქალი და როგორ ეწოდება ღმერთს ეს ქალი და როგორ ანუგეშებს, რომ ნუტირი ხარ, ერთია ეს ისტორიული რეალობა, მაგრამ მეორე არის ის სულიერი მდგომარეობა, რასაც უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ. გვყავს თუ არა ჩვენ ქრისტე ჩვენს გონებაში, არის თუ არა შეკავშირებული ის ჩვენთან, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებასთან, როგორც ქორწინება, არის თუ არა ჩვენში ესეთი კავშირი, ქორწინებას გულისხმობ უწყვეტ კავშირს და არა იმას, რასაც ვთქვათ ამ ქვეყნიური ქორწინება გულისხმობს. ეს სულიერი ქორწინება გახლავთ გამუდმებული შენი გონება უნდა იყოს მოცული იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი არსებით და მისი მცნებებით. და ეს თუ ასეა, მაშინ შენ მარტო არასდროს არ იქნება. სადაც არ უნდა გადაგასახლო, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, რა განსაცდელში, რა ტკივილში თუ რა სიხარულში, ყოველთვის შენ იქნები იესო ქრისტეს გონებით მხედველი. იმიტომ რომ შენ შეაკავშირე შენი ცხოვრება მასთან და ყველაფერს შეხედავ მისი მცნებებიდან გამომდინარე, სახარებისეული შუქი გაგინათებს ნებისმიერ სიტუაციას. და არ იქნები ქვრივი.
მაგრამ თუ კი ამის გარეშე იქნები აღმოჩნდები იმ კრივობაში, როგორც აქ ამ ქვეყნად ეხლა რამდენად დიდი ნუგეშია მეუღლეობა. რამდენად დიდი ნუგეშია მეუღლე, როდესაც ქალს რომ მამაკაცი უდგას გვერდით და ქალს არ ეშინი არაფრისა, იმიტომ რომ იცის რომ ეს მამაკაცი მის გვერდითაა, რომელმაც შეფიცა, რომ მე შენი ერთგული ვარ უგულისამდე, რაც გაგიჭირდება, რაშიც დაგჭირდება და მამაკაცისთვის ასეთივეა ქალი. რომ მის ერთგულებაზე, მის პატიოსნებაზე, მის ამ სიყვარულზე ეფუძნება ოჯახი, შვილების აღზრდა და ბედნიერების განცდა სწორედ ამაში მოდის, ამ ერთობაში, ამ თლიანობაში, ამ ქორწინების შედეგია ეს. ასეთივე გახლავთ სულიერი ქორწინება, ანუ შენი გონების დაკავშირება, გამუდმებული დაკავშირება ქრისტესთან და ბედნიერება მოაქვს ამას იმ შვილობაში, რომელ შვილობასაც შენ მერე მიიღებ შედეგად, ანუ როგორც ხე ნაყოფს მოისხავს და ეს ნაყოფი იქნება იმ ცნებისეული ცხოვრება, როგორც ჩამოთვლის პავლე მოციქული. რა არის ნაყოფების სულისაწმინდისა? სიხარული, შვიდობა, სულგრძელება, მოთმინება, სიყვარული, პატიება, აი რომელი ერთი თხარ აღჭურვილი ამით უნდა შეაფასო ადამიანმა საკუთარი სულიერი მდგომარეობა და თქვა რომ აი ეს ეხლა რაღაცა ესე ლაკმუსის კაღალდივით მე ამით თუ შევაფასებ გამოჩნდება რა როგორი სულიერება მაქვს. მაქვს შვიდობა, მაქვს სიყვარული, მაქვს სულგრძელება, შემიძლია პატიება. ესე იგი ჩემი ცხოვრება და გონება დავაკავშირე მე ღმერთთან და ვიხილე სულიერი ნაყოფები. სხვაგვარად შეუძლებელია შემოძებასება. ამიტომაც როგორც ეწოდება მაცხოვარს ეს ნაინელი კრივი ქალი, რომელიც ნახეთ ალბათ ასე აპირებს. რაღა დარჩენია მას? ქალაქში უკან მოსაბრუნებელი რა აქვს? არაფერი საერთოდ. სადაც მიშვილს დაგზალავენ ქმრის გვერდით, იქვე უნდა დაწვეს და დაელოდოს სიკვდილს. უკან დაბრუნებას ის ალბათ აღარ გეგმავს, მაგრამ როგორც ამ ნაინელ კრივთან, სწორედ ესე მოდის ადამიანი, რომელიც არ დაკავშირებია, ჯერ და არ დაუკავშირებია თავისი გონება ქრისტესთან, ესევე მოდის ქრისტეს და ეუბნება, რომ ნუგეშინი, ნუტირი ხარ. თავარია, რომ ეს პროცესია შეაჩერო. სიკვდილის პროცესია შეაჩერო, რომელიც სიკვდილის პროცესიაშიც ეხლა ამდენი ხალხი ღებულობს მონაწილეობას. ესე დამწუხრებული საფრებით გაცილებენ სიკვდილისკენ და არავინ ერთი არ გეუბნება, რომ ოიცადე, შევჩერდეთ, იქნება რამე საშველი არის, სულიერ მდგომარეობას გულისხმობთ, იქ რა უნდა ეთქვა, როგორ მტრის აღდგენის ძალაუფლება ხო არ ქონდათ იმ ადამიანებს. ამიტომაც ამ სულიერ პროცესში ყოველთვის ქრისტე ჩნდება უკიდურეს მომენტში და გეუბნება, რომ გაჩერდი, ნუტირი ხარ. ამ გაჩერდის და ნუტირი ხარსაც თუ კი მოусმენ, უკვე ქრისტესთან ყოფი ადამიანი ჩნდები, რომელიც უსმენს მის სიტყვას, შემდეგში რა იქნება. და შემდეგში ის იქნება, რაც აქ სასწაული მოხდა. შენ გეუბნები ხმაო, აღდგე და აღდგება ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ჭაბუკი და თავის დედასთან დაიწყებს ლაპარაკს. ასეთი იქნება ჩვენი სულიერი ცხოვრება. თუ კი მოусმენ ქრისტეს და ამ პროცესიას არ გაყვები ბოლომდე, იმ სასაფლაომდე, სადაც მხოლოდ მკვდართა ადგილია, არამედ შეჩერდები დროულად და იტყვი, რომ არა, მე ხლა ქრისტეს უნდა მოусმინო, რომელიც მკვდარს აცოცხლებს, ასე რომ ის გააცოცხლებს ამ ჩემ მიძინებულ სულიერ მდგომარეობასაც და მეტყვის, რომ ნუგეშინია და მართლაც ეს ჩემი შიში, ეს ჩემი გლოვა, ეს ჩემი ტირილი გადაიქცევა იმ სიხარულად, რომელიც სიხარულიც ამ კრივს ჰქონდა, როდესაც თავისი შვილი ცოცხალი დაინახა, ესევე დაინახავს თითოეული ადამიანი თავისი სულის გაცოცხლებას, ქრისტესთან კავშირის აღდგენას, ცათა სასუფეველს და მომავალ ცხოვრებას, ამ ცათა სასუფეველში, რომლის ღირსიც გავხადოს ჩვენ კაცმოყვარე ღმერთმა. ამინ. ამინ. გალოცვილი და გახარებული.